მოგესალმებით, ვისაც გრძელი ვიდეოების ყურება ეზარება. შევეცდები რომ მათთვის ასეთი ადამიანებისთვის ჩავწერო მცირე ზომის ვიდეო და შევეცდები რომ 10 წუთში ჩავეტიო. ეს დასაწყისში ვისაც გეზარებათ გრძელი ვიდეოების ყურება და მე იქნებ ეს სიზარმაცე დაძლიოთ და უფრო ვრცელ ვიდეოებსაც მოусმინოთ და აგერ მით უმეტეს ბიბლია ისწავლოთ, ხო? ბიბლია ეხლა პატარა ზომის წიგნი არ არის, ვრცელი ტექსტია მოცემული ბიბლიაში და თუ ეხლა ბიბლიის წაკითხვაც დაგეზარებათ ამის გამო ეს არ იქნება გონივრული. ახლა მე ამ ვიდეოში შემოგთავაზებთ განხილვას წმინდანობის გაგებისა. რას გვასწავლის იესო ქრისტეს სწავლება, რას გვასწავლის უფალი იესო ქრისტე ამასთან დაკავშირებით, ვინ არის წმინდანი და რას ნიშნავს წმინდანობა და როგორი არის წმინდანობის დამახინჯებული გაგება საპატრიარქოს ორგანიზაციის სწავლებაში, რომელსაც მართლმადიდებლობა დაარქვეს. აქ დავაპირისპირებ ერთმანეთთან რა არის წმინდანობის ორიგინალი გაგება იესო ქრისტეს სწავლებით და რა არის წმინდანობის დამახინჯებული გაგება საპატრიარქოს ორგანიზაციის სწავლებით. ბიბლიაში ძალიან ბევრგან არის ძალიან მკაფიოდ მოცემული ინფორმაცია, რომ წმინდანები არიან ქრისტიანები, ესე იგი უკლებლივ ყველა ქრისტიანი, ვინც იესო ქრისტე ირწმუნა, ქრისტეს სისხლით არის განწმენდილი, ქრისტეს მსხვერპლით არის განწმენდილი ცოდვისგან და იგი იწოდება წმინდანად. იესო ქრისტეს სწავლების თანახმად უკლებლივ ყველა ის ქრისტიანი, ვინც იესო ქრისტეს სწავლებას უჯერებს და იესო ქრისტეს სწამს, არის წმინდანი. წმინდანები არიან ქრისტიანები გარდაცვალებამდეც და გარდაცვალების შემდეგაც. ხოლო საპატრიარქოს ორგანიზაცია ასწავლის იმას, რომ აიყურეთ თქვენ ახლა ამ ვიდეოთი კონკრეტულად ახლა მოგმართავთ იმ ადამიანებს, ვინც საპატრიარქოს ორგანიზაციას უსმენთ. თქვენ საპატრიარქოს ორგანიზაცია გასწავლით იმას, რომ თქვენო ჩვენი მრევლი ხართო, თქვენო მონათლულები ხართო, ქრისტიანები ხართო, მაგრამ თქვენ წმინდანები არა ხართო, თქვენ ცოდვილნი ხართო და გასწავლით ასეთ ლოცვას, რომ უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილიო. ეს საქართველოში ცნობილი ფაქტია, რომ საპატრიარქოს ორგანიზაცია ქართველების უმრავლესობას ეძახის ქრისტიანებს, მაგრამ წმინდანებს არ უწოდებს ამ ქართველების უმრავლესობას, არამედ საპატრიარქოს ორგანიზაცია თქვენ გასწავლით იმას, რომ ამ ორგანიზაციის რომელიმე გამორჩეული წევრი, რომელმაც ბევრი სხვადასხვანაირი საქმე ჩაიდინა, ასე ვთქვათ, იღვაწა სხვადასხვა კუთხით, მათ შორის მარხულობდა, საათობრივად რაღაცამდენ ხანს ვთქვათ, ლოცულობდა და სხვადასხვა ეგრეთ წოდებულ ღვაწლში იმყოფებოდა. ამათი გაგებით ღვაწლში შეიძლება ეს ბერი იყო, სადღაც მარტო იყო რომელიღაცა გამოქვაბულში, ტყეში, ქოხში თუ სადღაც განცალკევებით და მან თავისი საქმეები, თავისი თავი განიწმინდა და როცა გარდაიცვალა, შემდგომ შეიკრიბნენ საპატრიარქოს ორგანიზაციის სინოდის წევრები და სხვადასხვა კრიტერიუმები დააკმაყოფილა ამ ადამიანმაო და ჩვენ შევრაცხეთო წმინდანადო და მერე თქვენ რიგით მრევლს გეუბნებიან იმას, რომ თქვენ ახლა ამ წმინდანს უნდა სთხოვოთო რაღაცეებიო, უნდა შესთხოვნოთო შეწევნაო და ის დაგეხმარებათო. რაც არის არასწორი, არაქრისტიანულია ეს, იმიტომ რომ ჩვენ ბიბლიიდან შეგვიძლია გავიგოთ ის, რომ ქრისტიანები, ესე იგი ქრისტეს მოციქულთა თანამედროვე ქრისტიანები, რომლებიც პირველ საუკუნეში იმყოფებოდნენ, ესე იგი სანამ ჩვენ დავიბადებოდით, დიდი ხნით ადრე იმყოფებოდნენ, ისინი
ბიბლიაში იწოდებიან წმინდანებად და ეხლა მე მინდა ერთი ადგილი გაჩვენოთ ბიბლიიდან, სადაც ძალიან მკაფიოდ ჩანს ის, რომ პავლე მოციქული წმინდანებს უწოდებს მის თანამედროვე ქრისტიანებს და იმ დროს ისინი გარდაცვლილები არ იყვნენ და არც თავიანთი რაიმე კერძო საქმეებით მიუღწევიათ განწმენდისაკენ, არამედ იესო ქრისტემ განწმინდა ისინი. და ვინაიდან ქრისტეს სწავლება მაშინაც და ახლაც ერთი და იგივეა და არ იცვლება, დღევანდელობაშიც ვინც იესო ქრისტეს ირწმუნებს და ქრისტეს დაუჯერებს, დღევანდელი ქრისტიანიც ისევე წმინდანია, როგორც პავლე მოციქულის დროს ქრისტიანები იყვნენ წმინდანები. ახლა ყურადღებით დააკვირდით ამ წერილის ამ ნაწილს, ეს არის ბიბლიაში შესული წერილი პავლე მოციქულმა გაუგზავნა ქალაქ კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს და ეს წერილი ბიბლიაში არის მოთავსებული კორინთელთა მიმართ პირველი წერილის სათაურით. ამ წერილის მეექვსე თავის პირველი მუხლიდან წავიკითხავ, სადაც პავლე მოციქული კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს საყვედურობდა და განუმარტავდა რაღაცას და ეხლა ამას წავიკითხავ და თქვენს ყურადღებით თვალი მიატევნეთ. როგორ აბედავსო რომელიმე თქვენგანიო, ვისაც დავა აქვს სხვასთანო, ურჯულოთა სამშჯავროს წინაშე წარს დგესო და არა წმინდანთა წინაშეო. ნუ თუ არ იცით, რომ წმინდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ? ნუ თუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც? თქვენ კი როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისთვის შეურაცხ პირებს აყენებთ. თქვენ და სამარცხვინოდ ვამბობ, ნუ თუ თქვენ შორის არ არის რომელიმე ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა, მაგრამ ძმა ძმასთან დავობს და თანაც ურწმუნოთა წინაშე. ისიც დამამცირებელია თქვენთვის ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ უსამართლობა აიტანოთ ან იზარალოთ რამე? მაგრამ თქვენ თვითონ უსამართლოდ ექცევით და ზიანს აყენებთ თქვენსავე ძმებს. ნუ თუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, თავს ნუ მოიტყუებთ, ვერც მეძავნი, ვერც კერპთსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი. აქ მხდალის ადგილას ბერძნულში წერია მალაკოსები, დადედლებულები. ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით. აი ამ მონაკვეთში ძალიან მკაფიოდ წერს პავლე მოციქული, რომ ეს ქრისტიანები, ვისაც იმ დროს წერდა, ისინი იყვნენ წმინდანები და მათ საყვედურობდა იმის გამო, რომ როდესაც ერთმანეთში რაღაცა დავა ჰქონდათ და თავიანთი სადავო საქმეების სამშავროზე, სასამართლოზე გამოჰქონდათ, მოსამართლეებად აყენებდნენ ურწმუნოებს, არაქრისტიანებს და ამის გამო საყვედურობს და ეუბნება, რომ განა არ იცით, ესე იგი ნუ თუ არ იცითო, რომ წმინდანები განიკითხავენო ქვეყანავსო და ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხებაო, განა იმისი ღირსი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთო? ესე იგი, წმინდანები განიკითხავენ ქვეყანასო, ჯერ ამას წერს და მერე ეუბნება, რომ თქვენს მიერ განიკითხება ქვეყანაო. ესე იგი, მათ უწოდებს წმინდანებს. აი ეს არის იესო ქრისტეს ორიგინალი ნამდვილი სწავლება, ხოლო საპატრიარქოს ორგანიზაცია გადყვებთ და თქვენ არც მიგასუნინებთ ქრისტესთან და თხილად იყავით ბიბლია ისწავლეთ და ქრისტეს დაუჯერეთ და არა ამ ცრუმარქვია საპატრიარქოს ორგანიზაციას ან რომელიმე სხვა ცრუმარქვია რელიგიურ ორგანიზაციას. ბიბლია აიღეთ, ღმერთის წმინდა წერილი აიღეთ, ისწავლეთ და ქრისტეს დაუჯერეთ.